მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მე ისევ დაგიბრუნდით რამოდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ. სამწუხაროდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ შემომიტია მეც სამწუხაროდ ვირუსმა, მაგრამ არც მე დავჩივალში, ასე ვთქვათ, მეც შეუტიე და აი დღეს ისევ თქვენთან ერთად ვარ. დღეს მინდა გავშალოთ, ასეთ თემაზე, ანუ ვინ შემოვა შენს ცხოვრებაში, დაბრუნდება ძველი პარტნიორი თუ შემოვა ახალი პარტნიორი, ხო? კითხვიდან გამომდინარე, ისედაც მივხვდით ალბათ, რომ დღევანდელი გაშლა ძირითადად უფრო შეეხება იმ ადამიანს, ვინც არის მოლოდინის რეჟიმში, ხო? ანუ აქ შეიძლება ელოდებოდეთ ძველი პარტნიორის დაბრუნებას, ანდაც ელოდებოდეთ ახალი პარტნიორის შემოსვლას, ხო? ცხოვრებაში, თქვენს ცხოვრებაში. როგორც ყოველთვის გავაკეთებ სინიფიკაციას, ვნახოთ თუ რა ენერგიებში იმყოფებით ჩემო ძვირფასებო, რა ხდება ეხლა თქვენს ცხოვრებაში ამჟამად და შემდეგ მივყვეთ, კარგით? მაშინ ასე, ვნახოთ, ჩქარობს პარტნიორი, მორბის. კიდევ ერთხელ ავჩეხავ ერთხელ. აი ასე, შემდეგ მოვჭრათ და დავიწყოთ. ესე იგი, სიგნიფიკაცია, ხო? დღეს მხოლოდ ვიმუშავებ ორი დასტით, ასე რომ ჯერჯერობით ეს დასტა გადავდოთ, ხელი არ შემიშალოს, აი ასე. და ვნახოთ აბა მაშინ, რა ენერგიებში იმყოფებით ჩემო სიხარულებო. რა ენერგიებში იმყოფებით და მინდა გითხრათ, ენერგიებში იმყოფებით ახალგაზრდა თინეიჯერი, ასე ვთქვათ, გამოუცდელი ადამიანის ენერგიაში, ხო? ანუ თქვენ შეიძლება იყოთ, მოდით ესე ვთქვათ, შეიძლება ასაკით ხართ უფროსი, მაგრამ სულიერად და ვიზუალურადაც ისე გამოიყურებით, როგორც, ასე ვთქვათ, 16 წლის თინეიჯერი ბავშვი, ხო? ხართ ძალიან მგრძნობიარე, მოდით ჯერ აი რატომღაც დღეს დასტა მეუბნება, ასე ვთქვათ, თქვენს აღწერილობას, ანუ ხომ და მე ჩავშლით ახლა ვნახოთ, ხო, მაინც რა ხდება, რა ენერგიებში ხართ, ხომ? აი ზღვა სიყვარული, ანუ ზღვა ემოცია არის თქვენში და ძალიან დიდი სურვილი გაქვთ, რომ ეს სიყვარული და ეს ემოცია გაუზიაროთ ადამიანს, ანუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს. ძალიან გინდათ, არიან ადამიანების კატეგორია, რომლებიც თუნდაც მარტო არიან წლები, მაგრამ ამ მარტოობით არ წუხან, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ, ხომ? თქვენ თუ ამჟამად მარტო იმყოფებით, თუ არა, გაშლას ვაკეთებთ ისეც, რომ მარტო უნდა იყოთ, ასე ვთქვათ, ხომ? მინიმუმ პაუზაში, მაქსიმუმ უნდა ელოდებოდეთ ახალი პარტნიორის შემოსვლას, ხო? ეხლა წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ თუ დაოჯახებული ხართ და ყავთ მუდმივი პარტნიორი, მაშინ ეს გაშლა რა თქმა უნდა თქვენთვის არ იქნება ისედაც, ხომ? მაგრამ აი თქვენ როგორი პიროვნება ბრძანდებით, იცით? იმდენად ძალიან დიდი ემოცია და ძალიან დიდი გრძნობა არის და სიყვარული თქვენში დაგროვებული, რომ აი ეს ზღვა ემოცია გინდათ, რომ ამოუშვათ, გამოუშვათ თქვენიდან და თქვენთვის საყვარელ ადამიანს, გაუზიაროთ, ხო? მათზე იზრუნოთ, აი რაღაცის, აი ურთიერთობის ძალიან დიდი სურვილი გაქვს, ხო? აქ ვიტყოდი იმასაც, რომ ჯერჯერობით არ მეუბნება დასტა და ამიტომ ვამბობ, ხო? შემდეგ როცა ჩავშლი, უკვე დავინახავთ, ხო? თქვენ შორის პაუზური სიტუაცია არის, მანძილი არის თუ რა არის, ხო? რახან საჯარო გაშლა არის, მე იმას ვიტყვი, რომ თუ კი თქვენს შორის არის პაუზური სიტუაცია, ხო? ენერგიებში ხართ, იცი როგორში, აი ერთი სული გაქვთ, ესე იგი, როდის შემოbrunდება სიტუაცია, ერთი სული გაქვთ, როდის გამოვა თქვენი პარტნიორი კავშირზე, შეიძლება გქონდეთ მომენტები, აი რაღაცა დაუფიქრებელი მომენტები, იცით, აი ხანდახან ხდება ხოლმე, აი მაგალითად, ისეთი მარტივად მინდა რომ გადმოგცეთ, ხო, რისი თქმაც მინდა.
არის მაგალითად, წვილი დაშორდა, ხო? რაღაცა პაუზური სიტუაცია აქვს, ხო? ან თუნდაც, რა ვიცი, მის სახლთან ახლოს ჩაიარეთ იმ იმედით, რომ თუნდაც ფანჯარაში დაინახავთ, ხო? ანუ რაღაც დაუფიქრებელი, ასე ვთქვათ, ბავშვური ნაბიჯები, ხო? ანუ ამის თქმა მინდოდა, მე მგონი სწორედ აგიხსენით, ხო? და გადმოგეცით, რისი თქმაც მინდოდა. ესეთ ენერგიებში ხართ, ხო? მოდით ვნახოთ კიდევ რა ხდება, თქვენს შორის, ხო? მე იმას გეტყვით ძვირფასებო, რომ თქვენ მომავალში აუცილებლად აქ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია უნდა იყოს თქვენში. ვიტყვი იმასაც, რომ სიყვარული უფრო, ურთიერთობა, ხო? თუ ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ და ეხლა თუნდაც დროებით, შეწყვეტილი გაქვთ, ხო? მე იმას ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძალიან ტრანსფორმაციული იყო, თითქოს ამ ურთიერთობაში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ, გქონდათ ისეთი პერიოდები, როდესაც საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდიოდით, საკუთარ ემოციების წინააღმდეგობაში, ისეთ საქციელებს ჩადიოდით, რასაც თქვენი გადმოსახედიდან ვერ ამართლებდით, ასე ვთქვათ, ხომ? აქ ცალსახა არის, რომ ძალიან ტრანსფორმაციული იყო თქვენთვის ეს ურთიერთობა, ხომ? შემდეგ ვნახოთ, აქ რაღაცა ვხედავ, რომ ურთიერთობაში რაღაცა ქაოსური, რაღაცა გაურკვეველი ურთიერთობა იყო, ხომ? ზუსტად ამ გაურკვევლობამ მოიტანა თქვენი ამ დღევანდელი თქვენი სიტუაცია, რატომ? იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენში გითხარით, რომ ძალიან დიდი ემოცია, ძალიან დიდი გრძნობა იყო თქვენი პარტნიორისგან, ბოლოს წამოვიდა რაღაცა ეს ცივი ენერგიები, იმას ვერ ვიტყვი, რომ არ აქტიურობდა და დაუშვათ თავის ნაჭუჭი იყო ჩაკეტილი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იმას ვერ იღებდით თქვენი პარტნიორისგან, რისი მიღებაც თქვენ გსურდათ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ აქ არის სიყვარული, მე ამას ვხედავ, თქვენს შორის არის სიყვარული, მაგრამ არის მაინც ის დამაბრკოლებელი მომენტები, რის გამოც თქვენი ერთად ყოფნა ყოველი შემთხვევისთვის ამ მომენტისთვის არ არის, მე აქ ვერ ვხედავ, რომ თქვენ ერთად იყოთ, ხო? ისედაც კიდე განმეორდები, თემა რაც გვაქვს, ზუსტად იგივეს მეუბნება, დასტა დღეს, რომ აქ თქვენ ერთად არ იმყოფებით, შესაძლოა იყოს მანძილიც კი, შესაძლოა უბრალოდ პაუზა და გაურკვევლობა, არ იცით თქვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა, ისეთ ურთიერთობის ისეთ ეტაპზე შეხვედით და ისე გაჩერდა თქვენი ურთიერთობა, რომ არ იცით სამომავლოდ აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას გაგრძელება მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ხო? კარგით, მაშინ გადავიდეთ გაშლაზე, ეს სინიფიკაციას არ ავიღებ და დავდებ აქ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ დამჭირდება. და ვნახოთ ეხლა თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდება ძველი პარტნიორი, თუ ეს ურთიერთობა დამთავრდა და თქვენს ცხოვრებაში შემოვა ახალი პარტნიორი. ვნახოთ მაშინ რა მოხდება. ვნახოთ. ჩემო ძვირფასებო, აქ აშკარა არის, რომ ამ გაურკვეველი სიტუაციით თქვენ ძალიან დაიღალეთ
მე იმასაც გეტყვით, რომ თქვენ ძალიან ხშირად გაქვთ ის მომენტები, რომ დატოვოთ საერთოდ, ანუ ფიქრები, იდეები, სურვილი მოგდით, რომ ეს ურთიერთობა დატოვოთ, მიატოვოთ ყველაფერი აბსოლუტურად და საერთოდ წახვიდეთ, ანუ იმ სიტუაციიდან და დაიწყოთ, ასე ვთქვათ, ახალი ცხოვრება. ისევ და ისევ გეტყვით, რომ ნუ აქ თქვენი გული, იმიტომ რომ აქ გქონდა სინიფიკაციაში თასების დედოფალი, ნუ აქაც თასები ამოგვდის ხომ, მაღალი არკანები, ანუ თქვენში არის ეს სიყვარული, რომელიც არ იცით, ანუ სად წაიღოთ, რა კუთხით გამოიყენოთ, ანუ სად გაუშვათ ეს ემოცია და ამიტომ ფიქრობთ, რომ მოგდით კიდევაც ეს აზრი თავში, რომ ანუ ეს ადამიანი ზოგადად არ იმსახურებს თუნდაც თქვენი ესეთი, ანუ თქვენს ესეთ სიყვარულს, ანუ არ იმსახურებს იმას, რომ თქვენ ასე ძალიან გიყვარდეთ, იმიტომ რომ არ გაძლევთ ეს ადამიანი იმის საშუალებას, რომ გამოამჟღავნოთ გრძნობები. პლუს თქვენ მე იმას გეტყვით, რომ საკმაოდ ანუ სერიოზულად უყურებდით ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან იყო თუნდაც მასთან ოჯახის შექმნის ცდილობა, სურვილი ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ აქ ისე ვიტყვი, ქაოსური სიტუაციის გამო და გაურკვეველი სიტუაციის გამო თქვენი ურთიერთობა აქ ისე ძველ პარტნიორზე და ძველ სიტუაციაზე მიყვება, ანუ მოხდა გაჩერება. მოდით ვნახოთ, რამ გამოიწვია ანუ ეს ყველაფერი, ხომ? მე იმასაც ვიტყვი, რომ აქ შეიძლება იყოს თქვენ შორის სხვაობა, ან შეიძლება ასაკობრივი სხვაობა და ასევე არ გამოვრიცხავ გონებრივ განვითარების მხრივ სხვაობას, ანუ თქვენ საკმაოდ შემდგარი, საკმაოდ განვითარებული ადამიანი ბრძანდებით, თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც არის აი ოჯახისთვის აბსოლუტურად შექმნილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ყავდეს ოჯახი, ყავდეს შვილები, უნდა იზრუნოს მასზე, ხოლო თქვენი პარტნიორი ან თქვენი საყვარელი ადამიანი ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის არ იყო მზად და აქ შესაძლოა თქვენი მხრიდან იმასაც ფიქრობდა და ანუ ფიქრობდა უკაცრავად გრძნობდა თქვენი პარტნიორი იმას, რომ თქვენ სერიოზული ურთიერთობა გინდოდათ მასთან, გინდოდათ კიდევ ერთხელ ვთქვი ოჯახის შექმნა, ეს ადამიანი არ იყო ამისთვის მზად და ამ ყველაფერმა იგი ასე ვთქვათ დააფრთხო, იმიტომ რომ მას არ გააჩნია საკმარისი რესურსი, მე არ გულისხმობ მხოლოდ ფულად რესურსს, ანუ რესურსი იმისთვის, რომ შექმნას ოჯახი, ანუ ოჯახის შექმნას კარგით შევეშვათ, ანუ გადახვიდეთ ერთად საცხობად, ანუ თქვენზე აიღოს ზრუნვა, ანუ უფრო მეტად დაასერიოზულოს თქვენი ურთიერთობა, ხომ? ანუ ამის ამ მხრივ არ გააჩნია მას ძალები, ხომ? ნახოთ კიდევ რაც გვეტყვის ანუ რატომ? აქ ისევ იგივე, ასე ვთქვათ, წრეზე ტრიალებს, კი ბატონო, მაგრამ თქვენ ასე გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის არის ძალიან დიდი გაურკვევლობა, ხომ? ვხედავ იმასაც, რომ არის ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ანუ თქვენ ორს შორის. მიჯაჭვულობა, იცით რას ვიტყვი აქ? აღარ მინდა ეხლა ძალიან ჩავუხმავდე, იმიტომ რომ პატარა გაშლა კი არა, ძალიან დიდი გაშლა გამოვა ეს რომ ჩავშალო, იმიტომ რომ აქ აშკარად ხედავ რომ არის კარმული ურთიერთობა, ხომ? ანუ ეს პარტნიორი, აქ შესაძლოა თქვენი პარტნიორი, შესაძლოა არა, რა თქმა უნდა, იმიტომ იყო თქვენ ცხოვრებაში მოსული, რომ თქვენთვის რაღაც უნდა ესწავლებინა და შესაძლოა, ანუ თქვენ შორის უკვე, ასე ვთქვათ, ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი დასრულდა და ამიტომ მოხდა ეს პაუზაც და ვნახოთ, ანუ თუ კი თქვენ ამ გაკვეთილებს, ანუ ასე ვთქვათ, კარგად შეითვისებთ და კარგად ისწავლით, ხო? შესაძლოა ზოგადად კარმული ურთიერთობის შემდეგ ისევ მოხდეს პარტნიორებს შორის დაბრუნება, ანუ ხომ ისევ მოხდეს ურთიერთობის განახლება. ეს ყველაფერი იმაზე არის დამოკიდებული, თუ პარტნიორები რამდენად გაიაზრებენ
და მიხვდებიან იმას და ჩაუხმავდებიან თუ რის თქმა უნდა და თქვენს პარტნიორს, ხო? ანუ რისასწავლებლად იყო თქვენთვის ეს პარტნიორი მოსული, ხომ? იმიტომ რომ აი ეს მიუხედავად იმისა, მე აქ გითხარით, რომ არის თქვენ შორის ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, ხომ? აი თითქოს ეს მიჯაჭვულობა, ხო? ამ მიჯაჭვულობას თქვენ გადაყავხართ რაღაცა აი ამ ბავშვურ ენერგიებში, იმიტომ რომ ანუ თქვენ შორის მიდის თქვენში მიდის ანუ აი ქაოსს არ ვიტყვი ამას, აი რაღაც დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგავთ, ანუ რა კი, ანუ ამას მეუბნება. იმდენად დიდი სურვილი გაქვთ იმის, რომ თქვენი პარტნიორი გამოვიდეს თქვენთან კავშირზე, რომ ანუ რაღაცა ბავშვურ ენერგიებში გადადიხართ და ანუ შესაძლოა ისეთ რაღაცას აკეთებთ, რაც მოცემულ მომენტში არ უნდა გააკეთოთ, ხო? ეხლა ადამიანმა თუ რაღაცა პაუზა აიღო, ნუ არ ვიცი ეს რომლის მხრიდან მოხდა, ხო, ეხლა საჯარო გაშლა არის მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან ხმად ვერ ჩაუღმავდები და ვერ ჩავშლი, თორე რა ვიცი 1 საათი, 2 საათი არ გვეყოფა უბრალოდ ამ ვიდეოს ჩასაწერად, ხო? ანუ აქ არის და მეუბნებიან, რომ ანუ თქვენ შორის მოხდა, ხო, აი ეს რაღაცა გაურკვევლობა, რის შემდეგადაც ანუ მოხდა თქვენი ასე ვთქვათ დაპაუზება, ხო? და ეხლა როდესაც ადამიანი იღებს პაუზას, ანუ ელემენტარული უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას პატივი, ხო? და ანუ დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს ადამიანი, ხო? არ ღირს და ანუ არ ღირს ასე ვთქვათ მისი ტანჯვა, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ტანჯვა არის, ხომ? ადამიანი დაუშვათ, როდესაც გთხოვს რაღაცა პერიოდს, ანუ მას სჭირდება ეს პერიოდი იმისთვის, რომ გაერკვეს, ასე ვთქვათ, თავის გზნობებში, ან თუნდაც შესაძლოა დროს გთხოვთ იმისთვის, რომ მოაგვაროს ის პრობლემები, რა პრობლემებიც აქვს, რომ შემდეგ დაბრუნდეს თქვენთან განახლებული და სულ სხვა ენერგიით და სულ სხვა გზნობით და სულ სხვა წინადადებით და თქვენ ამ დროს რას აკეთებთ? ტვინს უბურხავთ, ცოტა ისეთი მარტივი წინადადება არის, ხო, ამ დროს. არა ძვირფასებო, ანუ კარგი არის და აუცილებელი არის, რომ ვისწავლოთ და ვიცოდეთ ერთმანეთის პატივისცემა. კარგით. გამიგრძელდა ისევ და ნახოთ, ნუ აქ რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მაღალი ძალები გეუბნებიან იმას, რომ ზომიერების დაცვა ისწავლე, ანუ ბალანსი ისწავლე შენს გრძნობასა და შენს მოქმედებას შორის ძვირფასო, ხომ? ანუ ის, რაც მე გითხარით, ხომ? ადამიანს დააცადეთ, რომ გაერკვეს თავის გრძნობებში, იმიტომ რომ ნახეთ იგი პაჟების ენერგიიდან, ანუ აქ რაინდის ენერგიაში გადადის, ხო? თქვენი პარტნიორი, ანუ მე იმასაც ვიტყვი ძვირფასებო, რომ ვისაც უკვე დაუმთავრდა ის კონტრაქტზე რომ ვისაუბრეთ, ხომ? აქ შესაძლოა რომ თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს, ოღონდ შესაძლოა ის ადამიანები, რომლებმაც გადაჭრით, გადაწყვიტეთ ამ ურთიერთობის დატოვება და ასე ვთქვათ, გათავისუფლდით დარდისგან, იმიტომ რომ აქ მე მიჩვენებს ზუსტად იმ მომენტებს, რომ თქვენ რაგზა გამოიარეთ და იმას, რომ ამ ურთიერთობის დატოვება გინდოდათ. ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი სურვილი გქონდათ. ესე იგი, ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეთ ძველი ურთიერთობის 100%-ით, მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ ძალიან დიდი მიზიდულობა და ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, მაგრამ ამ ყველაფერს აჯობეთ და თქვენ დაამთავრეთ ის ძველი ურთიერთობა, იმ ცხოვრებაში აუცილებლად შემოდის ახალი პარტნიორი და შესაძლოა თქვენი პარტნიორი ასაკით იყოს თქვენზე პატარა. კი, აი იმ ადამიანებმა, მოდით ამას კიდევ ჩავშლი, რომ არ შევცდე, მაინც თუ დამიდასტურებს ტარო იგივეს, რასაც მე ვფიქრობ. აქ შეიძლება ჩემი კოლეგებიც მისმენდნენ, იმიტომ რომ ქურუმი ყოველთვის ამოდის ხოლმე ჩემს გაშლაში. აი იმ ადამიანებმა, ჩემო ძვირფასებო, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დაელოდონ თავიანთ ძველ პარტნიორს, ხო? მე იმასაც ვიტყოდი, რომ აქ შეიძლება აი ზუსტად ეს ურთიერთობა გრძელდება და სათავეს იღებს ბავშვობიდანაც კი, იმიტომ რომ აი თასების ორიანი ამოდის, ხო? იმას ვიტყვი ზუსტად, რომ შესაძლოა, ერთი წუთით. კი,
შესაძლოა ძვირფასებო, ну რაღაცა დრო დასჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ცხადია, რომ ამ ადამიანს აქვს საკუთარ თავთანაც აქვს, ანუ პრობლემები და აუცილებლად, ანუ აი ეს საკუთარ თავს უნდა აჯობოს, რათა შემდეგ თქვენამდე მოვიდეს, ხო? მოდით მოკლედ ვიტყვი და არ ჩავშლი ისევ, მაინც რა პრობლემა შეიძლება ჰქონდეს თქვენს პარტნიორს, ხო, იმის გამო, რაც აიძულებს მას თქვენგან ამ მომენტში იყოს შორს, ხო? პირველ რიგში ეს იქნება სოციუმი, ანუ რაღაცის გამო თქვენთან დღევანდელი ვითარებით თქვენთან ყოფნას, შორს ყოფნას არჩევს სოციუმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ შეიძლება ვთქვი და კიდევ განმეორდები ვიტყვი თქვენ შორის შეიძლება იყოს სხვაობა, შეიძლება ასაკობრივი, ну, გონებრივი ვთქვი, შესაძლოა მანძილიც იყოს, ანუ ერთი სიტყვით რაღაცის გამო აიძულებს სოციუმი, რომ თქვენზე ამ წუთას თქვას უარი, მაგრამ აქ ძალიან დიდი სიხარულია, მოგდით ბოლოში და ეს სიხარული ზუსტად იმის მომასწავებელი არის, ჩემო ძვირფასება, რომ ეს ურთიერთობა და ეს სიტუაცია კარგად უნდა შემოbrunდეს და ზუსტად ისე უნდა დამთავრდეს, რისი მოლოდინიც გაქვთ თქვენ და ტარო ამას გვეუბნება ყოველი შემთხვევისთვის, ხო? მაგრამ აი ის რაც გვირჩია, ის აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხო? ანუ იყავით თქვენ, ასე ვთქვათ, მშვიდ ენერგიებში, მშვიდ ვიბრაციებში, არ არის საჭირო აქ რაღაცა ვაიმე რამე შველებას ფიქრი და წახილი, ხო? ანუ მოთმინებით აღივსეთ, დაელოდეთ თქვენს ადამიანს და მე აქ მეუბნება ტარო, რომ იგი აუცილებლად გამოჩნდება, ხო? ნუ ყოველი შემთხვევისთვის თქვენ აქ შეხვედრა აუცილებლად გექნებათ. აი ეს გაურკვეველი სიტუაცია, ნუ რა თქმა უნდა, დასრულდება. შემდეგ რა თქმა უნდა, ისევ ყველაფერი თქვენზე არის დამოკიდებული, ხო? როგორ გაგრძელდება თქვენ შორის ურთიერთობა. კი ბატონო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე ვფიქრობ, ალბათ და იმედი მაქვს, რომ დიდხანს არ გამიგრძელდა გაშლა და თავი არ მოგაბეზრეთ. შევხვდებით. ნახვამდის.